მოგესალმებით მეგობრებო, მე არჩილ მაისურაძე ვარ. ვაგრძელებთ ჩვენ ქვეყანაში მოგზაურობას და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაცნობას. უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, გამომწერებს, ჩემ მხარდამჭერებს, ვინც კომენტარების სახით წერთ და მხარდაჭერას გამოხატავთ. ეს ძალიან დიდი мотивაციაა ჩემთვის და ვეცდები მომავალშიც ბევრი უცნობი ადგილი, უცნობი ძეგლები გაგაცნოთ ჩვენი ქვეყნისა. ამჯერად ვიმყოფები სამცხე-ჯავახეთში და მინდა ამ მეტად ტურისტულად მაღალი პოტენციალის მქონე მხარის რამდენიმე ძეგლი და ადგილი გაგაცნოთ. მაშასე დავიწყოთ ერთი ნაკლებად ცნობილი ადგილით, რომელიც ზედათმოგვის სახელით არის ცნობილი. ნასოფლარი ზედათმოგვი მდებარეობს თმოგვის ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრში. მის ცენტრში აღმართულია საკმაოდ შთამბეჭდავი სამნავიანი ბაზილიკა. აქ ადრე მე-8 საუკუნეში მდგარი ეკლესია ახალი ტაძრის ხუროთ მოწვას ჩრდილოეთის კედლად გამოუყენებია და მისი ფასადი ინტერიერში მოუქცევია. ეკლესიის მშენებლობის თაოსანი კი წარწერის მიხედვით საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი პირნი მარიამ დედოფალი, უფლისწული ბაგრატი, შემდგომში ბაგრატ მეოთხე და ფარსმან ერისთავი ყოფილან, რითაც ეკლესია მე-11 საუკუნის მეორე-მეოთხედით თარიღდება. ეკლესია რუხით თლილი ქვითაა აგებული და დღემდე კამარიანად დგას, მაგრამ საბურველი მე-19 საუკუნისაა. ამავე დროსაა შეთეთრებული ინტერიერი და ფასადებიც. ზედათმოგვი ციხე-ქალაქის შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო. ამიტომ მე-11 საუკუნეში, როდესაც ციხე მისი მამულებით ბაგრატ მეოთხის ერისთავს, ფარსმანს ეჭირა, მასვე ექვემდებარებოდა ზედათმოგვი, სადაც ფარსმანმა ეკლესია ააგო. შემდგომშიც ზედათმოგვი ციხის მფლობელებს ეკუთვნოდა. მას მერე, რაც თმოგვი თანდათან დაეცა, დიდი ციხე-ქალაქი დაბად გადაიქცა. ზედათმოგვი კი ცალკე პუნქტად ჩამოყალიბდა. მე-16 საუკუნეში თმოგვი შალიკაშვილთა ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა. მათივე იყო ზედათმოგვიც. 1576 წელს, როდესაც მესხი აზნაურები სამცხის ათაბაგს აუჯანყდნენ, მესხური მატიანის ცნობით, ისინი გაემართნენ პატრონი ყვარყვარე და პატრონი მანუჩარ და ჰერაკლე სახელსა ზედაღვთისასა და მივედით ზედათმოგს. და თმოგვის ქალაქი მოვარბიეთ და იქვე ზედათმოგს ავედით. ორშაბათს ვანის ქვავებს მივადექით და ოთხშაბათს იერიშს დავიღეთ და პარასკევ დღესა ავიყარენით. ჩაუდექით რჩეულაანი, შემოვიწყვენეთ. კვირას დღესა ოლოდის ქვაბი ავიღეთ. ამოვედით კარწახს დავდექით. ესეთი რთული ბედი ერგო მესხეთს. 1578 წელს თმოგვის ციხეცა და ზედათმოგიც ოსმალებმა დაიპყრეს. მე-16 საუკუნის ბოლოს სოფელი ზედათმოგვი შედიოდა ნიალისყურის რაიონში, ახალქალაქის ლივაში. იქ მაშინ 17 კომლი ქრისტიანი ქართველი ცხოვრობდა. ვტოვებთ ზედათმოგს და მივემართებით საროსკენ. სარო პატარა სოფელია ასპინძის მუნიციპალიტეტში, სადაც მდებარეობს ძალიან საინტერესო ციხე და მთავარანგელოზთა ეკლესია. საროს მთავარანგელოზთა ეკლესია ორნავიანი ნაგებობაა, რომელიც დაუმუშავებელი რუხი ქვითაა აგებული. ექვთიმე თაყაიშვილის 1902 წლის ანგარიში აღნიშნულია, რომ ეკლესია გადახურულია კრამიტით. ასევე ამოაშენეს სამხრეთის ფასადის ორთაღიანი ღიობი. რადგან შესასვლელი, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავს, თავიდან იყო სამხრეთიდან, ახლა კი ამოშენებულია. დარბაზის დასავლეთის კედლის განიერი თაღი თავდაპირველი კარის ნაცვლად ტაძრის გადაკეთების შედეგია.
ტაძრის არქიტექტურა, მისი გეგმის გადაწყვეტა, ცალკეული დეკორატიული ელემენტები, ტაძრის აგებას ადრე ფეოდალური ხანისა და გარდამავალი ხანის მიჯნით, ანუ მე-7-მე-8 საუკუნეებით ათარიღებს. ადრეული ხანიდანვე სოფელი სარო და მისი შემოგარენი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა. სხვა მონაცემებთან ერთად ამაზე მეტყველებს მის ტერიტორიაზე შემორჩენილი თავისი განლაგებით, მეტად ორიგინალური ციხესიმაგრეთა კომპლექსი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ კომპლექსში შემავალი თითოეული ციხესიმაგრე რთულ დამოუკიდებელ გამაგრებულ ობიექტს წარმოადგენდა. ნახეთ რა შესანიშნავი კანიონია. ეს კი თავად ციხე. საროს მეგალითურ ციხესთან არის ქარაფი და გაგაცნობთ აი შემოგარენის სოფლებს. აი იქით შორს არის სოფელი ტოლოში. აი ეს ქვემოთ არის ნიჯგორი, ოდნავ ზემოთ აწყვიტა, ქუნცა და უკვე აი იქით არის ასპინძა და ახალციხე. შორს მოჩანს იქით მესხეთის ქედი, აქეთ თრიალეთის ქედი. აი იქით კი ჯავახეთია. ეს უკვე მეგობრებო ურავლის ხეობაა. აქ უნდა ვნახოთ ძალიან საინტერესო კომპლექსი. იქით ზემოთ ჩანს. ბაიების კომპლექსს ეძახიან. ბაიების იგივე ბაიოღლების კომპლექსი თარიღდება მე-12-მე-13 საუკუნეებით. ის მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წორძის მახლობლად, მისგან დასავლეთით. ვიწრო ტერასაზე კლდის თითქმის შუაგულში 64 სართულად განლაგებულია შენობათა მთელი ჯგუფი. გალავნის ნანგრევების შიგნით კლდეში შედგმული ორი ერთნავიანი ეკლესიაა. ერთი მარცხენა უფრო დაბალია, მეორე უფრო მაღალი, სივრცითაც აღემატება პირველს. მცირე ეკლესია მთლიანად თლილი ქვითაა ნაგები. დიდი ეკლესიას მხოლოდ სამხრეთ-ჩრდილოეთ კედლები და კამარა აქვს ქვის. დასავლეთ კედლის დიდი ნაწილი და საკურთხეველი კლდეშია გამოკვეთილი. ეკლესიებს მოჩუქურთმებული კარნიზი აქვს. დიდ ეკლესიაში კი მხატვრობის კვალი შეინიშნება. სამლოცველოდან იწყება საიდუმლო გასასვლელები და სამალავები. ბაიები კლდეში გამოკვეთილი სადგომებით, ეკლესიებით და გვირაბებით იყო თავშესაფარი და სამალავი ადგილი მოსახლეობისა. გადმოცემის მიხედვით ერთ-ერთ მესხს სახელად ბაიას ეძახდნენ. ბევრი შვილი ჰყავდა. ამ შვილებს მოსახლეობასთან ერთად, როდესაც სოფელს მტერი შემოესწოდა, მალავდნენ კლდის სადგომებსა და სამალავებში. ამიტომაც დაერქვა მას ბაიები, ბაიოღლები. ბაიების კომპლექსში დიდ ყურადღებას იქცევს გალავნის კარი, რომელიც საგანგებო ბუდეებშია ჩამაგრებული. ახლა კი გადავინაცვლოთ ურავლის ხეობის მთავარ სამონასტრო კომპლექსთან.
ეს აგარის მამათა მონასტერია. ისიც მრავალმხრივ საინტერესო და დიდი ისტორიის მქონე მონასტერია. კომპლექსში შედის სხვადასხვა ქრონოლოგიურ პერიოდში აგებული განსხვავებული დანიშნულების ნაგებობები. მონასტერი მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ურავლის სამხრეთ-დასავლეთით 5 კილომეტრში. გაშენებულია მდინარე ურავლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე. დასავლეთით არის მცირე ხევი, რომელიც იშხნის სახელით არის ცნობილი. ეს პატარა მდინარე ერუშეთის მთებიდან მოედინება და მონასტრის სიახლოვეს ულამაზეს ჩანჩქერად ეშვება და მარჯვნიდან უერთდება მდინარე ურაველს. სატრაპეზოს შესასვლელის ტიმპანზე 10 ტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. წარწერაში ნახსენები ერისთავი ბეშქენი და მურვანი ჯაყელების წარმომადგენლები იყვნენ და მე-11-მე-12 საუკუნეთა მიჯნაზე მოღვაწეობდნენ. შესაბამისად, სატრაპეზოც ამავე პერიოდში აიგო. თუმცა ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ უფრო გვიან მე-13-მე-14 საუკუნეებში მნიშვნელოვნად შეაკეთეს. მონასტრის მთავარი ნაგებობა დიდი ერთნავიანი ეკლესიაა. მისგან დასავლეთით მდებარეობს სამეკლესიანი ბაზილიკა. მის ჩრდილოეთ ნაწილში ჩართული პატარა დარბაზული ეკლესია კი კომპლექსში უძველესია. მთავარი ტაძრის სამხრეთით არის სატრაპეზო, სამრეკლო და კიდევ ერთი დარბაზული ეკლესია. მთავარი ტაძრის აღმოსავლეთითაა კრიპტა სამარხზე დაშენებული უსარკმელო ეკლესია, რომელიც ჯერჯერობით უანალოგოა. ჩრდილოეთით კიდევ ერთი დარბაზული ეკლესია. გარდა ამისა, არის რამდენიმე სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა. იქვე იშხნის ხევში მიუდგომელ ადგილას ორი არუსად გამოკვეთილი სენაკებია. მონასტრისგან მოშორებით არის კიდევ ერთი ეკლესიის ფრაგმენტი. მთავარი ტაძრის საკურთხევლის სარკმელი დასრულებულია ქტიტორული რელიეფიანი თავსართით. აქ ეკლესიის მაშინებელი ეკლესიის მოდელს მიართმევს ტახტზე მჯდომარე მაცხოვარს, რომელიც მარჯვენით აკურთხებს ტაძარს. რელიეფის მარცხნივ 11 ტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომელიც შემდეგნაირად იკითხება: სახელითა ღვთისაითა, მე თევდორე აღვაშინე ესე სტოა საოცველად ამის ადგილისა, უფლისა თევდორესა, ღმერთთან აკურთხოს და ყოველნი შვილნი ამის ეკლესიისანი შეიწყალენ. აი ასეთია მეგობრებო სამცხე-ჯავახეთის რამდენიმე ისტორიულ-კულტურული კერა. მსგავსი აქ უამრავია. ყველას გირჩევთ საქართველოს ამ შესანიშნავ მხარეში მოგზაურობას. მე კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.